გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. დღეს წითელი პარასკევია, ნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას ჯვრიდან გარდამოხსნას და დაკრძალვას იხსენებს. ამ დღეს სახარების თანახმად ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. დღეს მორწმუნეები წითლად ღებავენ კვერცხებს, მოქმედ ტაძრებში შესრულდება გარდამოხსნის წესი. სამების საკათედრო ტაძარში მსახურებას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს. ახლა კი სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი მარიამ კოპალეიშვილი და ის შემოგვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. მარიამ, გისმენთ. ეს არის ყველაზე მძიმე დღე მარხვაში მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ნების კვირეულში სწორედ წითელი პარასკევია, ის მძიმე დღე, რომელიც გვახსენებს ქრისტეს ჯვარცმის ეპიზოდს. სამების საკათედრო ტაძარში დილიდან მიმდინარეობს ღვთისმსახურება, უკვე შესრულდა დილის მსახურება, მორწმუნეები იკრიბებიან ტაძარში და ემზადებიან დღევანდელი დღის მთავარი ნაწილისთვის, ეს არის გარდამოხსნის მსახურებისთვის. ტაძრის ცენტრალურ ნაწილში მალე მოეწყობა სპეციალური სადგამი, რომელზეც ზემოდან განთავსდება სპეციალური ქსოვილი, სადაც გამოსახული იქნება იესო ქრისტე. სიმბოლურად ასახავს სწორედ იესო ქრისტეს გარდამოხსნის ეპიზოდს. მორწმუნეებს კი შესაძლებლობა ექნებათ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოსვლამდე მოვიდნენ ნებისმიერ მოქმედ ტაძარში და პატივი მიაგონ სწორედ აღნიშნულს. დადგა წითელი პარასკევი, ყველაზე მძიმე დღე კაცობრიობის ისტორიაში. დღე, როდესაც ქრისტე ჯვარს ვაცვით, ვანერწყვეთ, გავშოლტეთ და ჯვარცმული ქრისტე ჯვრიდანაც ჩვენთვის ლოცულობდა, რომ შეუნდა ღმერთო, რამე თუ არ იციან რას იქვან და ესე იგი გვასწავლის მის უსაზღვროს სიყვარულს, მოთმინებას, თამდაბლობას და ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ აი ჩვენ ცხოვრების განმავლობაში მოგწეს ეს უსაზღვროს სიყვარული და მსახურება ადამიანებისა და ვემსგავსოთ ღმერთს, რომელმაც ყველაფერი შექმნა და ყველაზე უცოდველი ადამიანი იყო, რომელიც ტანჯეთ და გავშოლდეთ. მართლმადიდებლობაში დიდ სიმძიმეს აღდგომა მოყვება. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანი უნდა ელოდოს დიდი განსაცდელის შემდეგ დიდ სიკეთეს და უფლისრწმენას. ბარაბას არჩევანი და ქრისტეს არჩევანი, ესეც სადღაც იყო დაწერილი, რომ ერთს მეორე ჭირდებოდა და მეორეს პირველი. ყველას თავისი ფუნქცია აქვს ამ ცხოვრებაში, მაგრამ სიმძიმეს აღდგომა და აღდგომიდან სიხარულში ყოფნა თითოეული ჩვენთაგანის იმას ნიშნავს, რომ სიმძიმეებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ ამ ცხოვრებაში. ნების შვიდეულის პარასკევი, რომელსაც წითელ პარასკევსაც უწოდებთ, უმძიმესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში. უფალი ღმერთი ადამიანის სიყვარულით ჯვარზე გაეკრა ამ დღეს, საკუთარი თავი გაწირა ჩვენი სიყვარულისათვის, ჩვენი გადარჩენისათვის. ამ დღეს წირვებიც კი არ აღესრულება ტაძრებში, ხდება მხოლოდ სამეუფეო ჟამნობის კითხვა და ასევე გარდამოხსნა და გარდამოხსნასთან დატირება. 2 საათზე ველოდებით პატრიარქის მოსაყდრეს მეუფე შიოს და მოხდება გარდამოხსნის გამობრძანება საკურთხევლიდან შუა ტაძარში დასვენება და შემდეგ დატირება. უმძიმესი დღეა ჩვენ სახარებიდან ვკითხულობ თუ რამხელა განცდა ქონდა უფალს, რამხელა ტკივილი მივაყენეთ ადამიანებმა ღმერთს, მაგრამ უფალმა უდიდესი სიყვარული გამოავლინა ჯვრიდანაც, როდესაც მამა ღმერთს ევედრება, რომ შეუნდე არ იციან ადამიანები რას აკეთებენ. ეს ძალიან დიდი სიყვარულის გამოხატულებაა, ვიცით მაცხოვართან ერთად 2 ავაზაკი იყო ჯვარცმული, ერთი ლანძღავდა, ხოლო მეორე მთხოვა რომ მოეხსენებინათ სასუფეველში და უფალმა უთხრა რომ დღესვე ჩემთან ერთად იქნები სასუფეველშიო და ესეც დიდი სიყვარულის გამოვლინებაა და ესეც ნუგეშია და იმედი ადამიანებისათვის, თუ კი მოინანიებენ, აუცილებლად შეძლებენ უფალთან ყოფნას. მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის შესახვედრად ემზადება, მორწმუნეებისთვის სწორედ წითელი პარასკევია მზადება დიდ დღესასწაულთან შესახვედრად. 2 საათზე უკვე სამების საკათედრო ტაძარში მობრძანდება მეუფე შიო, პატრიარქის თანამოსაყდრე, რომელიც აღავლენს ღვთისმსახურებას გარდამოხსნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიას, ვიცით, რომ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია ის, რომ ის დიდ შაბათს, ანუ ხვალ საღამოს 11 საათზე დაიწყება. მადლობა მარიამ, თქვენ უსმენთ მარიამ კოპალეიშვილს.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. დაწესდა დროებითი მარშრუტებიც. დედაქალაქის მერის ინფორმაციით 12 და 13 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით 9 დროებითი მარშრუტი ამოქმედდა და აღნიშნული ავტობუსები მოქალაქეებს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე უფასოდ მოემსახურება. განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის თბილისის მეტროც. 11 აპრილის ღამეს მეტრო გამთენიის 4 საათამდე ემუშავებს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო დამატებითი რეისები დაინიშნა საქართველოს რკინიგზაშიც. თბილისი-ბათუმი, თბილისი და თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისები 14 აპრილამდე შესრულდება. მეტროპოლიტენი აღდგომის ღამეს მუშაობს გახანგრძლივებული ვადით დილის 4 საათამდე და 11 აპრილის 23 საათიდან 12 აპრილის დილის 4 საათამდე აღნიშნული მგზავრობები განხორციელდება უფასოდ. ხოლო რაც შეეხება ავტობუსებს, როგორც გასულ წლებში დაინიშნება სპეციალური მარშრუტები მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით. აღნიშნული მარშრუტები ოპერირებენ დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე. ყველა 9-ვე მიმართულებაზე გადაადგილება შესრულდება ასევე უფასოდ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ხოლო ტერიტორიები, საიდანაც ეს ავტობუსები გავლენ, იქნება დელისის, ვარკეთილის, სარაჯიშვილის და მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე თბილისის ცენტრალიდან და ვარკეთილის მესამე მასივიდან დაინიშნება სპეციალური მარშრუტები. გეოპოლიტიკური რისკების ფონზე საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5.5%-ით გაიზრდება. აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5-დან 5.5%-მდე გააუმჯობესა. გლობალური შოკების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა მდგრადად ინარჩუნებდა პოზიციებს და 2025 წელს ძლიერი 7.5%-იანი ზრდა აჩვენა. განაცხადა საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა. ბანკის პროგნოზი ემყარება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ადრეული დასტაბილიზების სცენარს, რომელიც 10 მარტს განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში გაკეთდა. ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს მომსახურების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში ძლიერი მაჩვენებლები, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მაღალ პროდუქტიულობას ასახავს. ასევე კერძო მოხმარების მდგრადობა და უცხოელი ინვესტორების გაორმაგებული რეინვესტირება. საქართველო ისწრაფვის გახდეს რეგიონული სატრანსპორტო, საბაჭრო და ლოგისტიკური ჰაბი გლობალური ღირებულების ჭაჭვებისთვის. მრავალმხრივი ჩართულობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის შემცირებას. საქართველოს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიული მდებარეობა და ინსტიტუციური სიძლიერე. ახლა კი უცხოეთი ახლო აღმოსავლეთი მოლაპარაკებების მოლოდინშია. ირანის დელეგაცია შტატების გუნდთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში უკვე ჩავიდა. კონფლიქტის ეპიცენტრად ამ დროისთვის რჩება ლიბანი, სადაც ისრაელი ჰეზბოლას ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმებს განაგრძობს. თავდასხმის გამო განგაში იყო გამოცხადებული ისრაელის ცენტრალურ ნაწილშიც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანს შეთანხმების პირობების არაკეთილსინდისიერ შესრულებაში ადანაშაულებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, თეირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანსპორტირების პროცესს აფერხებს, რაც დადებულ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება. პარალელურად განცხადება გაავრცელა ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა. მედიის ინფორმაციით მოჯთაბა ხამენეიმ აღნიშნა, რომ ის შურს იძიებს მამის მკვლელობისა და ომში დაღუპული ყველა თანამემამულესთვის. პარალელურად ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება დაანონსა. წინასწარი ინფორმაციით ისრაელისა და ლიბანის პირდაპირი მოლაპარაკებები მომავალ კვირას ვაშინგტონში დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა პროცესში მონაწილეობას დაჯგუფება ჰეზბოლა, ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. მინდა გითხრათ, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა არ მომხდარა. ჩვენ ვაგრძელებთ ჰეზბოლაზე ძლიერი იერიშებს და არ შევჩერდებით მანამ, სანამ თქვენს უსაფრთხოებას სრულად არ უზრუნველყოფთ. ლიბანის მთავრობის მხრიდან ჩვენთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განმეორებითი მომართვების შემდეგ კაბინეტს დავავალე დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები ლიბანთან ორი მიზნის მისაღწევად. პირველი ჰეზბოლას განიარაღებისთვის და მეორე ისრაელსა და ლიბანს შორის ისტორიული და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების დასადებად. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებს შეხვდა. განიხილეს ცეცხლის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხი. ცნობილია, რომ ბრიტანეთის პრემიერს და შტატების პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, ისაუბრეს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან საღდგომოს ზავი გამოაცხადა, რომელიც კრემლის განცხადებით 11 აპრილის 16 საათიდან 12 აპრილის ბოლომდე იმოქმედებს. გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტიც გამოეხმაურა და ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. ადამიანებს სჭირდებათ უსაფრთხო აღდგომა და მშვიდობისკენ რეალური ნაბიჯების გადადგმა. რუსეთს კი აქვს შანსი დარტყმებს დღესასწაულის დასრულების შემდეგაც არ დაუბრუნდეს. აღინიშნა ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებაში. საღდგომო ზავის ინიციატივით თავდაპირველად უკრაინული მხარე გამოვიდა. გერმანიაში ავიაკომპანია ლუფთანზას თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ, გაუქმებულია ასობით რეისი. გაფიცვა გუშინ ღამით ადგილობრივი დროით 22 საათზე დაიწყო და 24 საათს გაგრძელდება. გაფიცულია დაახლოებით 20,000 ბორტგამცილებელი. მიზეზი ხელფასებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შეფერხება. ეს მიმდინარე წელს ლუფთანზას თანამშრომელთა მესამე მასშტაბური გაფიცვა. გაფიცვის გამო განსაკუთრებით დაზარალდა მიუნხენის, ფრანკფურტის, ბერლინისა და შტუტგარტის აეროპორტები. მელანია ტრამპმა უარყო ყოველგვარი კავშირი ჯეფრი ეპშტეინთან და განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები მის რეპუტაციას აზიანებს. მე არ ვარ ეპშტეინის მსხვერპლი. მე არასდროს მქონია ურთიერთობა ეპშტეინთან ან მის თანამზრახვალ მაქსველთან. აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი. მან მოუწოდა კონგრესს მოაწყოს საჯარო მოსმენა ეპშტეინის მიერ დაზარალებული ქალებისთვის. მე არასოდეს ყოფილვარ ეპშტეინის მეგობარი. დონალდიც და მეც ზოგჯერ ერთსა და იმავე წვეულებებზე ვიყავით მიწვეული, რადგან ნიუ-იორკსა და პალმ-ბიჩში სოციალური წრეების გადაკვეთა ჩვეულებრივი მოვლენა. გასაგებად ვამბობ, მე არასოდეს მქონია ურთიერთობა ეპშტეინთან ან მის თანამზრახველთან მაქსველთან. მე მოვუწოდებ კონგრესს უზრუნველყოს ეპშტეინის მიერ დაზარალებული ქალებისთვის საჯარო მოსმენა, რომლებიც სპეციალურად მსხვერპლებზე იქნება ორიენტირებული. მიეცეთ მათ შესაძლებლობა მისცენ ჩვენება ფიცის ქვეშ კონგრესის წინაშე. თითოეულ ქალს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თუ თავად სურს საჯაროდ მოყვეს თავისი ისტორია, ხოლო მათი ჩვენებები უნდა შევიდეს კონგრესის ოფიციალურ ჩანაწერებში. ტრამპის ადმინისტრაციას და რომის პაპს შორის კონფლიქტი მიმდინარეობს. ინფორმაციას The Free Press ავრცელებს. გამოცემის ცნობით დაპირისპირება პაპის 9 იანვრის ტრადიციულ მიმართვას მოჰყვა, სადაც ლეო მე-14-მ საერთაშორისო პოლიტიკის გამო შეშფოთება გამოხატა. პაპმა აღნიშნა, რომ დიალოგზე დაფუძნებულ დიპლომატიას ძალისმიერი მეთოდები ანაცვლებს. თავის გამოსვლაში ლეო მე-14-მ მოითხოვა ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში, მშვიდობა ისრაელსა და პალესტინეს შორის, ვენესუელას სუვერენიტეტის პატივისცემა, ასევე მიგრანტებისა და პატიმრების უფლებების დაცვა. გამოცემა წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ პაპის სიტყვა კრიტიკად მიიღო. თავდაცვის მდივნის მოადგილემ პენტაგონში ვატიკანის ელჩი დაიბარა. ასევე ვკითხულობთ, რომ არაოფიციალურ შეხვედრაზე კარდინალს ლექცია წაუკითხეს, პაპის გამოსვლა სტრიქონ გაარჩიეს და უკმაყოფილება გამოხატეს. იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი კვლავ გაიხსნა. ქრისტიანული სამყაროს უმთავრესი სიწმინდე ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 40 დღის განმავლობაში დახურული იყო. პაუზის შემდეგ ტაძარში პირველი საზეიმო წირვა იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილე მესამემ აღავლინა. შეგახსენებთ, რომ ისრაელმა წმინდა ადგილების დაკეტვის ბრძანება 28 თებერვალს გასცა. ეს გადაწყვეტილება ირანთან შეარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ მიღებული უსაფრთხოების საგანგებო ზომების ნაწილი იყო. ტაძრის გახსნას წინ უძღოდა შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადება. ახლა კი ისევ საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა სტეფანწმინდა და ლარსის ავტომობილო გზის, ასევე გუდაური ფოსტაკობის მონაკვეთზე ზვავშა შიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იგრძელება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით მლეთა გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა. გიორგი ჭინჭარაძე მათ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სადღესასწაულო ნობათი გადასცა.
დღეს ქვემო ქართლის რეგიონში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, მრავალშვილიან ოჯახებს გადავეცით სიმბოლური საჩუქრები, ნობათი, ამით გამოხატეთ, რა თქმა უნდა, ყურადღება ეს მცირედია, თუმცა აფხაზეთის მთავრობა ყოველთვის სრუნავს მათ სოციალურ პირობებზე და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. კურიერი 12-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 3 საათზე შევხვდებით. მანამდე კი მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gr და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustavi2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.